ეთერში ბრუნდება. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის ნიკა ივანიშვილის პარტია სახალხო დემოკრატები ერქვა. მისი პოლიტიკური გაერთიანების სახელწოდება ივანიშვილმა დღეს ბრიფინგზე დაასახელა. ცნობილი გახდა პარტიის ოფიციალური დაფუძნების თარიღიც. პრეზენტაცია 4 მარტს შედგება, სადაც ასევე ოფიციალურად დასახელდება ივანიშვილი მერობის კანდიდატად. იგი პარტიის წევრთა ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ მის გაერთიანებაში ბევრი ცნობილი სახე იქნება. მერობის კანდიდატი არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას არ აპირებს, მისი პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად ბრძოლას გეგმავს. ყველა ამ პროცესებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ ჩანს ხელისუფლების ხელი, ფარული თუ უხილავი ამა თუ იმ პროცესების მართვაში თუ მართვისთვის მოწადინებულები არიან ისინი. ამიტომ ჩვენ ყველანაირად კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველა სახლიდან, ყველა უბნიდან, ყველა ქუჩიდან ვაპირებთ მიმდინარე არჩევნებზე დაუპირისპირებთ ხელისუფლებას და აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ცალსახად ოპოზიციური ძალა, ოპოზიცია ამ ხელისუფლების, მაგრამ გარკვეული სხვანაირი ტაქტიკით გვინდა ვიმოქმედოთ და სხვანაირი ხედვა გვაქვს ამ ხელისუფლების შეცვლის.